და ერთ-ერთი ნიშანი არის ის, რომ ჩვენი მიგრანტები, ჩვენი ქართველები, რომლებიც მიდიან ემიგრაციაში და მიგრანტების სახით არიან წარმოდგენილი ლუკმაპურის საშოვნელად, საშინელ პირობებში არიან. მე ახლახანს ვნახე სიუჟეტი და აი მართლა გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა. მონპელიეში, აი რა ადრე ჩვენს ქუჩებში რომ რაღაცა აი ციგნები იყვნენ და რაღაცა მათხოვრობდნენ და ეხა პრინციპში ქართველებიც გამოირჩევიან, ამიტომ რომ ყველა ბუნკერში ქართველი ადამიანია. ესე იგი, აი როგორ დღეში არიან ქართველები და აი ეს არის აი მარქსეიდერიზმის დამსახურება ყველა საქმეში რომ აი მარქსეიდერები ყოთ, აი ეს ერთ-ერთი დამსახურება ის რომ აი ქართველები რა დღეში არიან საფრანგეთში. ბავში, მეუღლე, 4 სული ვარ. 4 სული ეტევით ამ კარავში? აი ეს შეგვახედეთ, აბა რამ ხელა არის ეს კარი. და რა ვიცი რა. 40 დღეა წალენჯიხიდან საფრანგეთში წასული მალხას სახოკია ამ კარავში 2 მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. უკიდურესი გაჭირვების გამო ემიგრაციაში წასული ოჯახი ღიაცის ქვეშ ყოველგვარი პირობების გარეშე იმყოფება. მცირეწლოვანი ბავშვები არც ბაღში და არც სკოლაში დადიან. მათ ღამით ასფალტზე სცინავთ, არ აქვს საპირფარეშო აბაზანა, საკვებს კი წითელი ჯვრის წარმომადგენლები დღეში ერთხელ აწვდიან. რამდენი ხანია რომ ჩამოხვედით? 26 მარტს ჩამოვედი. 26 მარტს, რატომ ჩამოხვედით? აი საქართველოში არ არის იმის საშუალება, რომ აი ვიშრომოთ. თქვენ რა პროფესიის ხართ და აი მე მშენებელი ვარ. საქართველოში მუშაობდით? მუშაობდი, მაგრამ აი არ გამომდის იმდენი, რომ აი ოჯახი ვარჩინოთ, რაც მოვედით იმის მერე, აი არც დაუბანიათ, არც არაფერი. ველოდებით რაღაცას, რომ აი ეს ახვალ რაღაც გამოჩნდეს. საფრანგეთის ქალაქ მონპელიეს ცენტრი კარვების ქალაქად 3 თვის წინ იქცა, როდესაც საქართველოდან უკიდურესი სოციალური პირობების გამო გაქცეულმა მოქალაქეებმა ემიგრაციაში წასვლა მასიურად დაიწყეს. კარვების ქალაქში 50-ზე მეტი ოჯახი ბავშვებთან ერთად ელემენტარული პირობების გარეშე ცხოვრობს. არ აქვთ ელექტროენერგია, წყალი და ცხოვრება ანტისანიტარიაში უწევთ. 50-მდე ოჯახი ამ ერთი მაცივრით სარგებლობს, რომელიც დენის წყაროს გარეშე ღია ცის ქვეშ დგას. აი ესაა ჩვენი ქართველების საჭმელი, სასმელი და ასე გვხვებავენ აქ. ამ სასმელები როგორ არის მაცივარში შენახული. შეხედეთ. და ჩვენი ბედოვლათი მთავრობა იმაზე კი არ ფიქრობს, რომ აი ამ ხალხს დაეხმაროს. გამოდის საგარეო საქმეთა მინისტრის ალკანიანი და აი ამ ხალხს მოუწოდებს ამ გაჭირვებულ ხალხს, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ დავკარგოთ ხალხო და არ გავწიროთ. მოუწოდებ რომ გაგებით, მოვეკიდოთ, გაუფრთხილდეთ ამ ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრეს მონაპოვარს. აქ მოგებული და წაგებული არ იქნება. აქ ქვეყანა დამარცხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს შეჩერების მექანიზმი ამოქმედა. ესე იგი, ოღონდ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა იყოს, ამათმა წავიდნენ იქ და იგულაონ და ის ხალხი დაწყვეტილა მშიერი თუ უნდა და პრობლემაც აი მათთვის ეს არ არის. ეხლა აი ამ სიტუაციაში ჩავიდოდა ხელისუფლების წარმომადგენელი დაელაპარაკებოდა, ეს ხალხი ხო კარგი ცხოვრებით არ წასულა, ეხლა იქ ვის სიამოვნებს იქ მათხოვრობა, ხო? მაგრამ როდესაც სამსახურს ვერ შეუგლობდა, როდესაც ლუკმაპურის საშოვნელი აღარ არის ფაქტიურად და სამსახური არის, ამიტომაც მიდიან და ესეთ მდგომარეობაში. აი პირადად ეხლა ჩემი ახლობლებიც, ზოგი საფრანგეთშია, ზოგი საბერძნეთშია და არ არსებობს ადამიანი მათი რაღაცა ახლობელი შორეული არ იყოს წასული საზღვარგარეთ, ეს გამორიცხულია და დაიცალა ეს საქართველო და ქართველი ხალხის მტრების აუხთენელი ოცნება აახთინა ქართულმა ოცნებამ აი ამ საოცნებო წელიწადში საქართველოს ქართველების გარეშე. დღეს კორპუსი რო შენდება, იმ კორპუსში 70% უცხოელები ყიდულობდნენ ბინას. 90 და დანარჩენი ქართველების არის. ქართველები მიდიან უცხოეთში და უცხოელები შემოდიან. და ეს აუხთენელი ოცნება აი შახაბასმა და ჯალალედინმა და მურვაყრობ რაც ვერ გაუკეთა საქართველოს, აი ქართულმა ოცნებამ გააკეთოს და მე აი ამ ყველაფერზე ლაპარაკობენ ალბათ თუ მე რა კარგად ყოფილა ჩვენთან ცხოვრება ეს ქართული ოცნების რაღაცა ფან-კლუბის წევრები. მე ჩვენ პირველ ბლოკში გქონდა საუბარი სამართლებრივ საკითხებზე და 42 მუღლის თავმჯდომარე ყავდა სტუმრად და ეხლა მინდა რომ საზოგადოების წარმომადგენელი მსახიობი ასმათ ყაბლაძე შემოგვიერთდა, ქალბატონო ასმათ. ეხლა ჩვენ ადევნებდით თვალყურს აი ამ ძიმე სურათს. ეხლა აი ძალიან ძნელია რომ აი ემოციების გარეშე უყურა ამ ყველაფერს და მარტო ეს საფრანგეთში არ ხდება, ეს ხდება საბერძნეთში, გერმანიაში და ძალიან ბევრ ქალაქში, ბევრ ქვეყანაში აი ესეთი სიტუაციაა და ეხლა რო არა ვთქვათ საქართველოზე, საქართველოში კატასტროფა. აი თქვენ ელოდით თუ არა 2012 წლის მერე
აი მე-7 საოცნებო წელიწადში რომ აი ესეც სურათს მივიღებდით. გქონდათ აი ამის განცდა. ერთი ქარხანა მაინც აშენდა 300. თუ არის შეიძლება ერთი ქარხანა აშენდეს ამხელა ქვეყანაში, ხა ერთი ქარხანა დიდ შვებას ვერ მოგზრებს. რას ეძახიან ქარხანას? მე ქარხანას ვეძახი, სადაც აი ხლა ნუ თუ ყველაზე მეტად მე ინვესტორებად შემოვიყვანდი იაპონელებს და რატო? იაპონელი სერია, რომელიც არ სადარ გარბის და არ სახლდება. თუ წავა აი ინვესტიციას ჩადებს, თავის საქმეს გააკეთებს, ბიზნესს და უკან ბრუნდება თავის ქვეყანაში. სადმე გინახიათ მოდებული იაპონელები? აი როგორც ახლა ჩვენთან მოდებულია ეს ირანელები, ჩინელები. არა, მაგრამ ირანელების და თურქების აშენებული საწარმო არ გინახიათ, მე მგონი თქვენ ხო, აქ საქართველოში მე არ მინახია. ერთ-ერთი ბორდელები გახსნეს და შევისინი, ნარკოტიკები შემოაქვს. საშინელება ხდება ირანელებისგან. საშინელება ხდება. მე ვიცი, იმიტომ იცი თქვენ მე პატარა ბარი მაქვს რაღაცა და გარშემო სულ ირანელები არიან. ან ოფისები აქვს და ყიდიან და ყიდულობენ ჩვენ მიწებს. დიდი ამბით ყიდიან და ყიდულობენ. როგორც უნდათ ისე შემომბრძანდებიან, მოქალაქეობაც მიიღო ზოგმა, თუ იყიდის თურმე რაღაცა თანხა, აი ამ თანხის ფარგლებში თუ რაღაცა დახარჯაზე იყიდის, მერე აქვს უფლება 1000-ნაირ ფოკუსები გააკეთეთ. სამარცხვინო, დემოკრატია რას დაარქვეს ამათ? ქვეყნის დაცლას დაარქვეს დემოკრატია. დემოკრატია რას დაარქვეს ამათ, რომ ეხლა ისე კიდევაც დაიზდებიან, ნახეთ ის საშინელი კი ნახეთ. საშინელება. აი ამას ქვია დემოკრატია, რომ ისო იქ ადვრადე. მე იმას ჩამოვიყვანდი და ციხეში გავუშვებდი ნაგავს ვიღაცას. აი ასეთ რამეს ქვია დემოკრატია. რას ქვია დემოკრატია? ქუჩაში მათხოვებათ რო აქ ეს ხალხი და რო ეს გარბის ჩემი ქვეყნიდან, ჩემები რო გარბიზა, იმიტომ გარბის დროს ვერაფერს გეგონათ რომ ესე მოხდებოდა, გქონდათ. არანაირ შემთხვევაში ეს რო იქნებოდა 92 თუ 11 წელს ვიყავი მე იმაში პაკისტანში და რო შემოგვესვინენ ეს მათხოვრები და მანქანებში ძრებოდნენ, დედა ვიფიქრე რა კაი ქვეყნიდან ვარ, რომ ეს ჩემთან არ ხდება. მაშინ არ იყო ჯერ ეს უბედურება. დედა რა ბედნიერება რომ ეს ჩვენ ქვეყანაში არ ხდება და დედა სადა ვარ გავგიჟდი რომ ეს ამდენი მათხოვარი, ამდენი გაცაცულებული ადამიანი რომ პირდაპირ მანქანაში ყველგან რო ხდებოდა, რაც ეხლა არ ხდება. ერთი და იგივე ადამიანები დგან ამ გამაზე სვეტაფორებთან, ამ შუქნიშნებთან, ამ გადაკვეთებზე და ყველგან. ხალბატონო ასმათ, თქვენზე ნაკლებად თითქმის საყვედური, იმიტომ რომ თქვენ ყოველთვის სწორ და საინტერესო ანალიზს აკეთებდით ყოველთვის და უბრალოდ მე მინდა თქვენი პოზიცია გავიგო, აი საერთოდ 6 თვე იყო ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში და არაპატიეს ის რომ მერსედესი რატო იყიდეო და სიტყვაზე რა ქვია კოლხურ კოში რატო ირემიშველი ყავსო და ისიც მისი ნაყიდი იყო და კონსტანტინეს დატოვებული და თავარი მამოძრავებელი ღერძი აი ამ ხელისუფლების დამხობის კანონიერი ხელისუფლების იყო ეგრეთ წოდებული წითელი ინტელიგენცია. აი მე მინდა ეხლა თქვენ იმ ფენის წარმომადგენელი ხართ, სწორედ აი ამ ინტელიგენციას ეკუთვნით, ეხლა მე თქვენ არ გიწოდებთ წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, რომ თქვენ ინტელიგენციას ეკუთვნით, სახიობ ბრძანდებით. აი ეს ხალხი, რომლებიც მაშინ აქტიურობდა ესე და ბობოქრობდა და მუშტებს ილტყამდა, რო ხედავენ აი ამ ჩვენი ქვეყნის უბედურებას. აი რატო ხმას არ იღებენ? რატო არ იძახიან? რომ იცით რა არის? აი მე მიკვირს ერთხელ ერთ ისტორიკოს დაურეკე და უთხარი რომ აი ეს ირანელები შემოს მინდოდა მომეწვია და იცით რა ნიკა შენ ისე კარგად ლაპარაკობო რომ არ არისო ხე ჩემი ჩართვა არ მინდაო ეხა მე არ ვიცი იმას ეთყობა იმისი შეეშინდა მე დახმარებას და შეუმცირებდნენ ან შეუწყვიტავდნენ მაგრამ თქვენი აზრით რა არის იმის მიზეზი რომ ვის მიმართაც ამოსაღები ხმა არ იყო იქ ამოიღეს და სადაც ამოსაღებია ხმა იქ რო არ აიღებენ აი რა არის ამის მიზეზი თქვენ როგორც აი ამ იცით რო გამახსენდება ის რომ რა ამბავში იყვნენ რომ მერსედესი აქვს მერსედესი იქამდე სხვა შემახლობელს ყავდა თან 6 თვე იყო 6 თვე ო 6 თვე და თან ბოლოს სიკვდილი დამთავრდა ხო იმის ცხოვრება მოკლული ხო და აი ეხა რატო არ იღებენ ხმას ეს ხალხი მოდი იმას თავი დავანებო კულუარებში რაღაცა ცოტა საუბრობენ მაგრამ არა კულუარებში ეხლა ბოდიში მაგრამ ხმა მიზეზი რა აი მიზეზი რა ეს ხალხი ესეთი ბოდიში და ფეხებზე კიდიათ ეს ქვეყანა ეშინიათ რამის თუ რა არის იმიტომ რომ მართლა ეს ქვეყანა ეს საქართველო უკვე ქართველების აღარ იქნება ცოტა ხანში ამას ისე აი კულუარებში კი ლაპარაკობენ ესე შვიდად და ხო და აი რატო ხმამაღლა არ ლაპარაკობენ მე შეიძლება იმიტომ რომ რაღაცა დახმარებას იღებენ და ერიდებათ ვის ეხმარება იმას წინააღმდეგ მოგაუწიონ რა ვიცი შეიძლება ამიტომაც ანუ ივანიშვილის დახმარება აქვს და მე ამისგან შორსა ვარ და ამიტომ არანაირი ის არა მაქვს მე ბარიერი რომ რამის გამო რამე არ თქვა მე ჩემი ეს აზრი ყოველთვის მაქვს საშუალება რომ თქვა და ვამბობ კიდევაც
არანაირად არ ვჩერდებიან. არ ვიცი, ეხა დარშიას განცხადება იყო, აი ჩვენი სახელგანწყობილი მსახიობის, რომ მათხოვრები ვართ, რომ მსახიობებიო და ეხა არ ვიცი, ეთყობა. თითქოს მსახიობები ყოველთვის ხელმოჭირნეთ იყვნენ, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში. ყოველთვის ეხმარებოდა სხვადასხვა გზებით კომუნისტები მსახიობებს. აი მე რაც ვიყავი თეატრში იმ პერიოდში. ყველანაირად ბინის მიღებაზე, მანქანა რიგი იყო და ძალიან ძნელი იყო და ასე მანქანები კი არ იდგა იმაში მაღაზიებში და ასე შემდეგ ყველანაირად ეხმარებოდნენ. რამეზე რომ შევიდოდა მთავრობაში ვინმე მსახიობი რაღაცას ათხოვნელად, მე არ მე აი რახან თქვენ როგორც აი ამ წარმომადგენელი ხართ აი ამ კულტურის, ეხა მე ვფიქრობ ცუდი ინიციატივა არ იყო, ახლა ამ პოლიტიკურ საკითხებს შევხვდით, მინდა ამ კინოსაც მინდა შევეხო, მით უმეტეს თქვენ ფილმში გადაგირიათ, აი ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ რაღაცა კინოინდუსტრიას უნდა მივხედო, არ ვიცი, ხა 7 რას გულისხმობდა ამ კინოინდუსტრიას ფილმებს გადავიღებო ისტორიულს, აი თვითონ როგორ უნდა გადაიღოს? ნუ არ ვიცი, ხა ფინანსები ხო აქვს და ალბათ ფულს ჩადებს ალბათ. ვის თუ ვაჩნია, ვის თუ ალბათ ეს ძალიან ცუდი არ არის, ეს კარგი აზრია თუ არა ეს ნამდვილად კარგია. იმაში რომ კულტურას აღორძინებს. ეს იმიტომ თუ ისე გაკეთდება, როგორც წინამთავრობამ გააკეთა, რომ ომი წავაგედა, ფილმი გააკეთეს, რომ რა გადასარევი იყო ეს ყველაფერიო, ეგ ძალიან ცუდი რამეა. თუ ასეთივე ფილმს აპირებენ. აი ხა იყოს მე მგონი 75 წლის იუბილე რამაზ გიორგობიანის ჩვენი ძალიან კარგი, ძალიან დიდი მსახიობი. ძალიან ახლობლის ჩემი. ხო და აი მე არ მომდის ყურიდან მისი განცხადება, აი ხა ამ ფილმების გადაღების იდეა იმიტომ წარმოიშვა, რომ ნუ ძალიან დიდი წნეხია და ზეწოლაა იმ უცხოური სერიალების და ფილმების და აი ჯერ კიდევ რამაზ გიორგობიანი მაშინ არ იყო ეს მოდეული უცხოური სერიალები, როცა რამაზი ცოცხალი იყო, სულ ახალგაზრდა წავიდა 45 წლის და აი მაშინ თქვა, რომ აი ჩვენი ახალგაზრდობა ზეგავლენის ქვეშ არის აი ფილმებისო. შენ დაგაყრულა ჩემ არ გამჩენო. ის უწყება მე დავმალე, მე. ძანება ამ ხანაგოციცო, ძანება. მე დამიჭირე. მეგისმეტი მე ინც არაფერი არ შეგიძლია. რომ იყავს, სად მიყავს? ერთადერთი შვილი მყავს. მარტო ეგაა ოჯახში მარჩენალი. თქვენ ამოწყდით დღეს. გაჩუმდით ამ ხანაგოციცო, თორე გიკარით თავი ციხეში. დამიჭირე. დამიჭირე შენ ლაჩარო, შენა ვის შეშინება? ეს იყო ნაწყვეტი ფილმიდან ქერჩი, რომელიც GDS-ის მიერ იყო შეკვეთილი და გადაღებული. მე ეს ფილმი რატო გავუშვი? ეხლა ჩვენ თუ ბატონ ბიზინამ თუ ასეთი ფილმების გადაღება შეუკვეთა, სადაც აი აქ ეხლა რა სიტუაცია და რა სიუჟეტია, რომ თურმე ქართველი ხალხი, ქართველი ვაჟკაცები იმალებოდნენ და არ უნდათ 45, ანუ აი სამამულო ომში წასვლა 51-45 წლებში და აი ეს ერთ-ერთი სცენა. აი ესეთი ეს არის ეს კადრი და ესეთი სიუჟეტი არის შეურაცხყოფელი ჩემთვისაც, იმიტომ რომ ბაბუაჩემი იქ იბრძოდა და ალბათ თქვენი ბაბუაჩემი და ეხლა როცა ასეთი სახის ფილმს გადაიღებ შენ რომ თურმე ქართველი კაცი ეშინოდა და აგერ ქალების დაჭერაზე კერჩი იბრძოდა ბიჭაჩემი, კერჩი. აი ესეთ ფილმებს თუ გადაიღებენ, მე ეს ნაწყვეტი იმიტომ გავუშვი. ჯობია საერთოდ არ გადაიღონ ფილმი, იმიტომ რომ ეს არის ისტორიის გაყალბება და ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფა. ვინმე დაავალა ამათ ჩვენი ქვეყნის გაუბედურება? ჩვენი ქვეყნის ისტორიის გაყალბება. ეს არ არის გაყალბება. საქართველოს დაცლა ქართველებისგან, სპარსელების და სპარსელების შემოსევა და შემოტევა მე ჩემს წინა აშენეს. უკანონო სხვათა შორის დარღვევით, ყველანაირი დარღვევით 35 სართულიანი სახლი. თვათ მეხუთე სართულზე ვცხოვრობ და სარდაფივით არის უკვე. ისე ჩაგუბნელე და ისე ახლოს აშენეს. რო გაიხედავთ, მხოლოდ ირანელები ხედებიან იქიდან. მხოლოდ ისინი ცხოვრობენ იქ. ახლა ჩვენ არა ვართ ჰომოფობები, მაგრამ როცა არა ვარ, მაგრამ როცა გაერომ გითხრა რომ მომაკვდავი ერი ხარო, ახლა წითელ წიგნში შემავალი რო არის ცხოველი ან მცენარე, ყველა მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები ხელს უწყობენ იმ მცენარეს თუ ცხოველს, რომ არ გადაშენდეს და პირიქით ხელს უწყობენ, რომ გამრავდეს. და ამ ხელისუფლებამ გადაშენებას პირიქით ხელი შეუწყო იმით, რომ ნარკოტიკები შემოიტანა, მარიხუანას ლეგალიზება, ქართველები გააქციეს, ეკონომიკური მდგომარეობა დამძიმდა და პირიქით და რა თქმა უნდა თურმე ჩვენმა პრემიერმა
ვინც LGBT-ს არ დაუჭერს მხარს, ის მტერია საქართველოს. აი რა უნდა ქნას ხალხმა, საზოგადოებამ? ეს ინტელიგენცია გაყიდულია როგორც ყოველთვის. ეხლაც ადრე 5 თუმანზე თუ იყიდებოდა, ეხლა 3000-5000 ლარებს ურიცხავენ, როგორც ჩანს და რა თქმა უნდა, ეშინია ყველას ხმისამოღების ეხლა რომ ეს დახმარება ამოიღებენ მაინც მას. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? მე იმედი მაქვს. როგორც ყოველთვის, აი საშუალო ფენა წვიტავდა ქვეყანაში რაღაცა ქვეყნის ბედს, ეხლაც ალბათ საშუალო ფენა უნდა აუცილებლად. იმიტომ ინტელიგენციის იმედი არ უნდა გქონდეს ჩვენ და თქვენ როგორ ფიქრობთ? გამოვა ხალხი და იტყვის გააპროტესტებს, იმიტომ რომ ჩვენ გადაშენების პირასა ვართ, მე მგონი უკვე. იცით რა შეა საქმე? აი ზვიად გამსახურდიას დროს რო ძალიან ბევრი ხალხი იყო გამოსული და ყველა იძახდა რომ თავისუფალი საქართველოს მინდა იგივე 9 აპრილი და ისე იმათი ნახევარი აღარ არის საქართველოში. დახოცეს ომებში და უბედურებაში. დახოცეს და ემიგრანტები არიან. თელ მსოფლიოში მოდებული ემიგრანტები. ერთ ანეკდოტი იყო ესეთი ქართველების ნოსტალგიასთან დაკავშირებით. გურული კაცია მთაზე დგას ტალახში თოკი და თოხნის მეორე გურული იქით მეორე ნაპირზე მთაზე და გადაზახა ბიჭო ის უბედური მიშა ისევ პარიზშიაო ა მიშა უბედურია თურმე პარიზში როა და ესენი ტალახში რო თოხნიან ბედნიერები არიან აი ეს იყო ქართველის ბუნება რომ ის იყო ბედნიერი იმიტომ რომ თავის სამშობლოში იყო და თავის სამშობლოში თოხნი და იმ თავის მიწას და მიშა უბედური იყო იმიტომ რომ პარიზში იყო არ იყო სამშობლოში თორე პარიზში ყოფნა კი არ არის უბედური აი ამიტომ მეც აი ეს არის ქართველის ბუნება იყო ეს ისე მიიყვანეს საქმე ერთმა მთავრობამ მეორე მთავრობამ რომ ისეთ დონემდე მიიყვანეს საქმე რომ ეს თუ აღარ არის ქართველი ჯერ ეგეთი აიღეთ რას ასწავლიან ახალგაზრდებს და რა განათლებას აძლევენ ესე იგი ისტორიას მე ჩემი წინადადება და მინდა ეს გავახმოვანო და აუცილებლად ყველგან თქვა ნახევარწუთში ყველგან თქვა ვინც აპირებ დეპუტატობას შემდეგში არსებულიც და ვინც არ არის ყველამ ჩააბარეთ საქართველოს ისტორიას გამოცდა და თანაც ესე საჯაროდ და არა ისე კულუარებში ვიღაცა ნაცნობთან საქართველოს ისტორია თუ არიცი თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა თუ არიცი საქართველოს ლიტერატურა თუ არიცნობ ქართულ მწერლებს და ვინ რატო და რითი არის წარმატებული და ცნობილი ვინ არის ვაჟა-ფშაველა არ უნდა იცოდე სოფლიო ფილოსოფოსი ეს თუ არიცი არ უნდა იყარო კენჭი დეპუტატობაზე არავითარ შემთხვევაში საქართველოს ხელმძღვანელად 10 წელი არ უნდა მოვიდეს და არავითარ შემთხვევაში არაპროფესიონალი ასა შეიძლება მე ოპერაცია გავაკეთო გულის ძალიან კარგი მსახიობი ვარ კი ვარ დიდი მადლობა ვითამაშებ რასაც გინდა მაგრამ ოპერაციას ვერ გავაკეთე დიდი მადლობა ბატონ ქალბატონო ასმათ და აი ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანეთ ეხლა და აი გულთან მისასვლელი იყო რომ აი ხა თქვენ რო ახსენეთ ზუსტად საფრანგეთზე გქონდა და აი საფრანგეთში რა დღეში არიან ჩვენი ქართველები და აი ძალიან მიმძიმს ეხლა ვინმეს უთხრა რომ მოდით აი ამ ყოფაში იყოთო მაგრამ ამაზე უარეს დღეში ყოფილვართ ხფლით მოდიოდა მტერი და ჩვენ ვიმალებოდით კლდეებში ღრეებში და ესე თუ ყველა წავედით გავექეცით ამ ქვეყანას მართლა ირანელებს და თურქებს დარჩებათ ეს საქართველო ეს ბაღნარი ეს 64 და ამიტომ მე მინდა ამ მიგრანტებსაც უთხრა ჩვენ კი არ უნდა გავიქცეთ საქართველოდან აი ეს ნაძირალა მთავრობა უნდა გავაქციოთ საქართველოს აბა იმიტომ რომ ესენი არიან აუ ქართველი ხალხის მტრების ოცნებების ამხთენი მთავრობა ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ არ უნდა წავიდეთ საქართველოდან და პალატკებში და პაიმეებში რა ქვია არ უნდა ვიყოთ ნაგვის ურნებში უნდა წავიდნენ და გავაქციოთ ის ხალხი ვინც ამ დღეებში გვამყოფებს სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა ძალიან დიდი მადლობა არა შემდგომში მოგიწევდა უფრო ფართოდ გავშლით ამ ჩვენ საუბარს ეთერში იყო გადაცემა სამოქალაქო საზოგადოება ჩვენთვის სასიყვარულო საინტერესო სტუმარი ყავდა ქალბატონი ასმათ ყაბლაძე დიდი მადლობა ქალბატონო ასმათ და იმედია ამ აი ესე ვამთავრებ აწი გადაცემებს იმიტომ რომ ისეთი ხელისუფლება ყავს ჩვენ პარასკევამდე მივატან თუ არა სულს ეგეც გასარკვევია